რეალურად დავიწყეთ შარშან ამის მშენებლობა. ნახეთ პროექტი და უბრალოდ მეშვიდეობის ფული. სხვა ალტერნატივა რეალურად არ გვაქვს რა. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრთან ბატონ კახაგულედანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დავათვალიერეთ ლანჩხუთში სპორტ კომპლექსის მშენებლობის სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები ფინანსდება საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდაჭერას. ვიმყოფებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სადაც მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის მშენებლობა. ადგილობრივ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნება დაკავდნენ სპორტის სხვადასხვა აქტივობებით, რომელსაც მოიცავს ეს სპორტული კომპლექსი, ეს არის კალათბურთი, ფეხბურთი, ჭიდაობა. მუნიციპალიტეტს არ ქონდა სპორტული კომპლექსი და ახალგაზრდობიდან მაქსიმალურად ყოველწლიურად იყო თხოვნა, რომ დაგვეწყო მშენებლობა სპორტული დარბაზის, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოინახა თანხები. ჯამში პროექტის ღირებულება 2.680.000 ლარია. სამუშაოებს ასრულებს კომპანია ბილდერი. ეს იყო გარდამავალი პროექტი, რომელიც დავიწყეთ 2024 წელს, 2025 წლის დეკემბერში. სრულად უკვე საბოლოო სახე ექნება პროექტს მიცემული, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, ახალგაზრდობისთვის და არა მარტო ახალგაზრდობისთვის, სპორტის სფეროში დასაქმებული ყველა ადამიანისთვის.